მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით, დადგა 4 შაბათის საღამოს 8:30 მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცბად მოვიკითხო პატიმრები, მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო ის ადამიანები, ვინც განსასწრებელს აშინახებთ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, ყველა სიკეთე ქონოდეთ და ავით ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხარ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. უბრალოდ ჩვენ უნდა რაღაცნაირად ესე ხნეთ უნდა ვიყოთ და თავარია რომ რაღაცნაირად გამძლეობა ვიქონიოთ იმისა, რომ აი ამ ძიმე და რთული პერიოდი გადავლახოთ რაღაცნაირად და ეხა ვიყავი მამა იოსების ხოთაშორის ოფჩაში ვიყავი მამა იოსების სახელობის ქუჩა გაიხსნა მამაოს წარმოგიდგენ მამა იოსები არქიმანდრიტი რომელიც გელათში დაიწვა მისივე ქუჩაზე და ეს არაჩვეულებრივი ულამაზესი ხალხი რომლებიც იქ ცხოვრობენ დიდი სიყვარულით მინდა მოვიკითხო და აი ყველა თუ ამას ვიზამთ აი ამ ხსოვნას და აი ამ იმას ვიზამთ რა ქვია წინ წამოვწევთ იმ ადამიანებისა ვინც უნდა გვახსოვდეს ხო მე უკვე ის არაბიზაცია თუ რას ეძახიან ეს ახალი რაღაც ისინი რო არის ესენი ვერ დაგვემუქრება რა რამდენადაც ვიღაცებს აი დიდ ადამიანებს ესე მივჩქმალავთ და კუთხეში დავაყენებთ ხო მით უფრო მეტად ესენი მოგვერევიან უცხოტომელები რასაც ქვია და რა ვიცი აი დიდი ადამიანები არ ახსოვთ ისე როგორც ახსოვთ რაღაცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი და რაღაცა უცხოტომელები და სხვათა შორის აქვს ნათქვამი მამა გაბრიელსაც რომ იქნებაო აი საქართველოს ლაზარეს დაემსგავსებაო 4 დღის მკვდარი რო იყო და მერე მოვაო აღდგომაო და მერე აღდგებაო აუცილებლად და ის თული პერიოდი მე ვფიქრობ რომ ეხლა არის და ჩვენ უნდა რაღაცნაირად ხნეთ უნდა დავდგეთ რავა ყველაფერი ჩვენ მოგვიწია აი რაც კი უბედურება იყო ჩემი რა ვიცი ყველაფერი ვნახე ჩემ პერიოდში და ღვთისწყალობით ვიცი რომ აი მასაც გადავიტანთ იმიტომ რომ ღმერთი იმ ეპოქაში იმ ძლიერ ადამიანებს ბადებს ვინც იმ ეპოქის გადამტანი ამტავი და დამტევი არის და აუცილებლად უსამართლოდ არ ჩამოგვაგდებდა ამ წლებში და აუცილებლად გადავიტანთ იმ გასაჭირს რაც ამ ეპოქას თან ახლავს როგორც ძალიან რთული ეპოქაა ალბათ ისტორია უფრო მეც სიტყვის კიდე და დღეს ყავს ამასთან დაკავშირებით ხოთშორის ვარ კითხოთ მამა უცბად ახანს რელიგიური თემები არის კითხავთ რომ დაგლოცე ჯერ დიდი მადლობა მობრძანებისათვის ღმერთს მადლობა თქვენ მადლობა და 100,000 მოწამეთა მადლმა დალოცოს სრულიად საქართველოს ჩვენი პატრიარქი და მისი სიცოცხლე. ამინ, ამინ. რა თქმა უნდა და სადაშორის პატრიარქმა ის გააკეთა, რომ აი ხიძე რო იკრიბებენ ადამიანები და აი ეს 100,000 მოწამე ძალიან უყვარს ჩვენს უწმინდეს და მასზე დგას, ვიცი რომ ძალიან საპატრიარქოსაც მიკრო იყო საპატრიარქო, აი დიდი ნიშნულობას ანიჭებდა, იმიტომ რომ იქვე იყო აი ეს ხიდი, სადაც ეს ადამიანები ეწამენ და მამაო თუ შეიძლება აი მაგ ადგილას ახლოს კიდე მიმდებარე ტერიტორიაზე არ ხდება კაი ამბავი და თუ შეიძლება აი ამაზე როგორ შეიძლება შევხედოთ და განვიხილოთ ეს თემა, იმიტომ რომ არ არის საქართველოსთვის კაი ამდენი ადამიანი და უცხოტომელისთან აი ესეთის ჩამოსახლება. საღამოში ვიდობის კიდევ და კიდევ მოგესალმებით ყველას. გილოცავ დღეს არის დიდი წმინდანის იოთამ ზედგენიძის ჩვენი ქართველი წმინდანის ხსენება. მისი ცხოვრება უნდა იყოს ყველასთვის მისაბაძი და მაგალითი, რომ რამხელა სიყვარული ქონდა მეფისა სამშობლოში და უფლისა რა. ქართველი კაცს ყოველთვის ქონდა უფალი და სამშობლო, ეს იყო ერთ-ერთი დევიზი. უპირველეს ყოვლისა, გიორგი შემოგევლე, მე ისე დავიწყებდი, რომ ჩვენ საერთოდ ტკივილს გამოვეხმაურებოდი, ჩვენი მეუფე სერაფიმეს გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძიმრებ. ვიღაცამ თქვა რომ ბორჯომის ეპარქიას არა მეუფე სრულიად საქართველოს ეკლესიის მშვენება იყო რა. აი მართლა როგორც უნდა იყოს ყველა მღვდელმთავარი მიყვარს და პატივს რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც უნდა იყოს მღვდელმთავარი ქრისტიანი საქართველოს ეკლესიის ზუსტად ეგეთი იყო და მე მადლობ უფალს რომ მეუფეს ვიცნობდი მღვდლობიდან და მახსოვს მისი ხელდასხმა და ბევრი რა ჩვენს პატრიარქს მიუსამძიმრებ ჩვენს წმინდა სინოდს და ყველას ღმერთმა მისი ლოცვა შეგვაწიოს და ჩვენს მას შეეწიოს. ეხლა რაც შეეხება გიორგი შენს წამოწეულ თემას, ეხლა ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ რა შუაშია ეს კითხვები შენი გადაცემის სათაურთან, ხო, საუბრები ქრისტიანულ რა ქვია საკითხებზე, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შუაში კი არა თავშია და იცი რა მახსენდება, აი ამ თემაზე როცა ვფიქრობ ხოლმე ათეულების, ანუ 2-3 ათეულის წლის წინ, როდესაც ეს სესექტანტებს გაუღეს კარები, ნელა-ნელა დაიწყო ამათმა დამკვიდრება, უწმინდესი ამბობდა, რომ
რელიგიურ პრობლემებს ამოჭრის ეს და საკითხავიც რა არის და სასაუბრო გიო რომ რელიგიური საკითხები ყოველთვის ეხება სულს სულიერება ხო ჩვენ უნდა ვთქვათ რომ თანამედროვე ეპოქაში კი უწოდებთ რელიგიურს მაგრამ ეს არის ის რამაც უნდა მიგვიყვანოს ღმერთთან უნდა გვაცხონოს და მართლაც ამან წამოჭრა დიდი პრობლემები აზრთა სხვადასხვაობა კი არა მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა ჩვენ გვსმენია ტელევიზიებით ხო რაღაცეებით ეხლა რა შეეხება აი ამას მე ვცხოვრობ ავლაბარში გიორგი მეტეხთან ახლოს და რატო გეუბნებით ამას რომ არის ხოლმე სადღაც შემთხვევები რომ რაღაცა ოჯახთან ერთად უნდა ჩამოვისეირნოთ რა ფეხით გავიაროთ ხო ამას ყველა განიცდის მაგრამ ჩვენ შეხება გვაქვს იგრძნობა თქვენთან უფრო ჩვენ შეხება გვაქვს აი ამასთან როგორც კი ჩამოხვალ ესე იგი მეტეხთან ქვაფენილზე დავით წინასწარმეტყველის მონასტერი რო არის ხო ვერასოდეს აი განერთხელ და ორჯერ გიორგი ვერ გაიგებ ქართულ საუბარს ვერ ნახავ ქართველს და ყველაზე მთავარია ერთი რამ რომ იცით რა არის სასაკითხავი მე მინდა უთხრა ყველას რომ ვინც შემოდის საქართველოში არათუ არავინ არ საუბრობს ქართულად პრეტენზია აქვს შენ რატომ არიცი იმათი ენა ისეთი უხეშები არიან და ისეთი როგორ ვთქვა აი თუ არა გაქვს ძალიან დიდი მე პირადად ხო რაღაც სასრულ პირი ვარ მე ძლივს ვივიკავებ თავს ეხა წინა კვირაში მაგალითად საღამო იყო და ეკლესიის კარები იყო მიხურული და ორი არაბი შემოვიდა და მიწებენ ჭხუბს რომ რატო არ არის ეგ ეკლესია ღია მე მღდელს ხო და მე მინდა ვთქვა რა ხა ქართველი კაცისთვის ეს ნაკლებად და ძნელად მოსათმენია ეხლა უყურე ნახე რა ხდება ძალიან ჩემი აზრი და მე მგონი ფიქრობ რომ ჩვენი ერის აზრია ეს და ჩემი არ არის რომ ყველაფერი არ უნდა გაითვალოს ტურისტებზე იმიტომ რომ თვითონ შენ ქართველსაც ამ შენ სამშობლოში უყურე ეს სავაჭრო სფეროა თუ რაიმე თემა ხო უბრალოდ ქუჩაში რო გადაადგილდები არა აღარა გონია რომ შენ სამშობლოში ხარ და მინდა ვთქვა რომ ეს მოიტანს ადრე თუ გვიან ფიზიკურ დაპირისპირებას რაც მეტნაკლებად გადაიზრდება სისხლის ზღვრაში და აი ამიტომ მინდა ვთქვა რომ თუ ვინმეს გონია რომ ეს თემა არ არის როგორ ვთქვა რელიგიური საკითხი ძალიან ცდება იმიტომ რომ ნამდვილად არის იცი იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა უმეტეს რო ავიღოთ ახლა ადრე უნდა პროცენტულად ხო 80%-ზე მეტი არის მართლმადიდებელი ხო შენ ქვეყანაში რო დაჩაგრულად ახარ და ვერავინ აბსოლუტურად და არავინ არ გიცავს ხო და ყოფილა შემთხვევა რომ აი ამ ინდოელებს, არაბებს, როცა რაღაცა ერთხელ იყო და ვიღაცა გამოესარჩლა ეს ქართველი კაცი, ის დააკავეს. კი. ჩვენ ხო ესეთი ხალხი ვართ, რომ სტუმარს გადავყევით, და შეიძლება საკუთარ ძმას მოუღო ბოლო. რეალობაში რომ ავიღოთ გამიგე და ჩემო ძვირფასებო, მაყურებელი და მსმენელო, ზუსტად იმიტომ ეს სულიერი და რელიგიური საკითხი, რომ როდესაც აი ამდენ ტკივილს და ამდენ დაპირისპირებას და ამდენ გაუბედურებას და შენი ქვეყნის დაუცველობას ხვდები გიორგი ვერ დადგები და ვერ იტყვი რომ რაღაცა მოდი ახლა ჩვენ ვილოცოთ გამიგე ხან დგება ის მომენტი რომ სამოქმედო გაქვს აუცილებელია აი ხა დღეს ახლა კიდე გითხარი ხო იოთამ ზედგენზე ხსენება და კიდე ვილოცავ ყველას ხო მოქმედების დრო იყო და იმოქმედა ხო? ხო და ქართველი კაცი უბაშკაცესი იყო ყოველთვის და ქართველი კაცის სისიმამაცე ის იყო მიზეზი რომ იპყრობდა მსოფლიოს. და დღესაც რო ღრმად ჩავეძიოთ ქართული გენი მართავს მსოფლიოს. ქართული გენი ვიღაცას
ბებია ყავდა, ვიღაცას პაპა ყავდა, გამიგე და ეს ქართული სისხლია მათში და ეს ყველაფერია და ქართველი ადამიანის დაჩაგორა და ეს დაუცველობა შენი ქვეყნის, მიხვდი, შენ ქვეყანაში რომ დაუცველი ხარ არა? ეს არის დიდი ტკივილი და ყველაზე მეტად იცი რა მაგიჟებს, გიორგი, მე მართალია ჩვენ ყველას ბევრი სამეგობრო წრე ყავს, ბევრს ვიცნობთ, ბევრი გვიცნობს, მაგრამ წმინდა მამა პაის აქვს, რომ დღეს ისეთი დრო არისო, წარმოიდგინე, როდის ამბობდა სადღაც 2-3 ათეულის წინ, ხო? დღეს ისეთი დრო არისო, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნება უკვე აღსარებლობაა. და მე ამით ვინარჩუნებ ჩემს სარწმუნოებას, ეხლა მე გეტყვი, იცი რა არის, გიორგი, არ შეიძლება ყველაფერი კომერციაზე გაითვალოს. არ შეიძლება. იმიტომ რომ ნახე რას ამბობს დიდი წმინდანი ილია მართალი. ერის დაცემა და ნახე რა სიტყვას ამბობს გათახსიერებაო, ბიჭო, რას ამბობს დიდი წმინდანი. იწყება საიდან და როცა ის თავის წინაპარს და ტრადიციას ივიწყებს. გამიგე და ეხლა შენ ტრადიციას აგერ ხვალე ჩვენი პატრიარქის როცა კურთხევით მოსაყდრე მიტროპოლიტი შიოს მეთაურობით ხვალე მეუფეები მობრძანდებიან და 7 საათზე, უკაცრავად 17 საათზე, ანუ 5 საათზე არის პარაკლისი და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო ერს რომ მობრძანდით, ჩემო ძვირფასებო და ერთად ვაიდოთ უფალის და დიდ წინაპრეს პატივი მივაგოთ, არა? ეს ტრადიცია რომ დაამკვიდრა უფალმა, ამაშიც გამოძახილია, რაც პატრიარქმა თქვა, რომ ქართველო ერთად ღვთისაკენ. და იცი რა, გიორგი მაგხიძე რო გადიხარდა ქართველ კაცს ვერ ნახავ, უბრალოდ მე ცოტა ემოციური ვარ პირდაპირ რო გითხრა რა. ის კაცი ვარ, ხევსური კაცი ვარ და მე სახში რო ავსულ ვარ, მქონია მომენტი რომ 1-2 დღე ვარ ცუდად, იმიტომ რომ შენ სამშობლოში, შენი სამშობლოური აღარაფერი აღარ არის. და გეუბნება ყველა რომ იცი რამდენი ტურისტი შემოდის, იცი რამდენი და აგერ მე გეტყვი ახლა ძმაო, ჩვენთან მაგალითად დუშეთში 1-5 წლის წინ ამბობდა რომ 2 ჩინელი უკვე შემოვიდა სიძეთ. სიძეთ. გესმის შენ და ეხლა შენ გინდა კომერციაზე გაგათვალე, გინდა იმაზე გათვალე, გინდა ამაზე გათვალე, ის ეხლა ხვალდაზე მისცემს ქართულ გვარს. და მასე გეტყვის რომ შენზე მაგარი ქართველი ვარ. გაგახსოვს ტელევიზიაში რამდენი წლის წინ ერთი ნეტა გახდეს ის თუ გახდებო ჩვენ მაგრამ არ გახდებიან ისინი თავის იმას იზრდა ზანგი რო გამოვიდა ზანგი და ვაჟაფშაველას იმეებით რომ რა ქვია დღეს თუმარია ეს ჩემი თუ გახსოვს რაღაცა გადაცემა იყო და რა პრეტენზია არ გახსოვს ხო გახსოვს და ის მოდიან და გეუბნება რა პრეტენზია გაქვო და მე ვამბობ ერთ რამეს ჩემო ტკბილებო აზრთა სხვადასხვაობა მე ვეუბნები ხელისუფლებასაც მრევლსაც ყველას არ ნიშნავს მტრობას ხანდახან უნდა აი უწმინდეს აქ ხოლმე ხანდახან დაიბარებდა მოძღვრებს მეუფეებს და ეკითხება პატრიარქი ყოველთვის აი ეს თემა ეს საკითხი და რას ფიქრობ თქვენ გამიგე და ხანდახან ქართველ კაცს რო რაღაცა კითხვა დაუსვათ და ეს რჩევა რომ მიიღოთ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ თქვენი მტრები ვართ მაგრამ შეიძლება ისეთი სიტუაცია დადგეს რომ გარდავიქცეთ მტრებად იმიტომ რომ კიდე გითხარი ჩვენთვის არის მთავარი უფალი და სასამშობლო ხო და არ ვიცი გიორგი საიდან დავიწყო მე არ გამითვალისწინებ უკვე მტერი არ ხარ აბარა ეგრეა გიორგი კიდე ერთხელ საუბრობ აი ხლა რომ მიხვიდე აი რო ჩამოდივარ ხოლმე ვეუბნე ისე ვეუბნები ხა მე ქუჩაში არც დავლებ და არც შეჭო რა ღირს ერთი მაგალითად ფორთოხლის წვენი 10 ლარი ერთი 100 გრამიანი წვენი ჯოვეუბნე მე ხო ტურისტი არა ვარ რა ვქნა მე ჩემი ფაფასები მაქვს გამიგე აი ადრე მინდოდა შრალხიძე რო გავსულიყავდი ხა შენ კარგად იცი მეც და წინაპორ რაღაცების ხანჯლები ხმელები რაღაცები მიყვარს ისეთი ფასებია რომ მითხარ რომ აქ ყველაფერი ტურისტებზეა მე რა დავაშავე ჩვენ რა ვიცი ვართ კიდე 1,300,000 აქ საქართველოში ქართველები ვართ კიდე და კიდე ერთხელ მინდა თქვა რომ აი ახლა მინდა თქვა ერთი რამე
ვიღაცას რო გონია რომ მაინც და მაინც სულიერება არის მამათა ქადაგებები თუ სამშობლოს შენი წინაპრების კვალდაკვალ არ როგორ ვთქვა იცი არ მიხედავ წერი ხარ და აქედან იწყება ნახე დაიწყება სულიერება ეხლა ცოტა გვერდზე გადაუხე სიონში ვიყავით 120 სტიქაროსანი 80-90-იანი წლებია უფრო და ალბათ ბევრი მსვენდელი სხვა რამითაც მიხვდება კიდე ბევრი რამის. უწმინდესმა თქვა რომ დაუძახეო სტიქაროსზე და მოდითო ჩემთან ეხა იქ პატრიარქის ტახტია სავარძელი ვიღაცა რომ მიხვდეს ეხა ვიღაცას ეს ტახტი წამოსაწოლი არაფერი ეგონოს სასაკურთხეველში ხო ეს ეხლა პატრიარქის საბრძანებელს ეწოდება ტახტი. ეს უფრო ტიტულარული წოდებაა და პატრიარქი ახლა რა თქმა უნდა ბრძანდება და ახლა სიონის საკურთხეველი ხო ვიცი გქონდა ახლა მაშინ რა თქმა უნდა ახლა 120 სტიქაროსანი ყოველდღე არ იყო ალბათ ერთი 70-80 სტიქაროსანი იყო და აბა ეუბნება უწევს როგორ ლოცულობთ რაღაცები და მე ეუბნება ნახე გიორგი პატრიარქზე ვლაპარაკობ აბა თქვენი ბრჩხილები მაჩვენეთ გაუსენ ახლა სტიქაროსი რა შუაშია პატრიარქი და ბრჩხილები ახლა მართლა 70 კაცის ბრჩხილებს ხო ვერ ნახო პატრიარქი მაგრამ შინაგანი განწყობა მისცა პატრიარქმა რომ ნახე მე მოყვა აი ესეთი რაღაცა ადრე არ ვიცი მე ვთქვი თუ არა შენს გადაცემაში რომ ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ესე მისია ევანგელიზაციის ასე ვთქვათ მონაწილე იყო და დადიოდა ამ ქალაქ სოფელ და ჩავიდა ციმბირშიო რა და ჩაიტანა საპონიო და ამ ხალხს ასწავლისო ხელპირის დაბანას საპანით ხო და ერთი კვირა რომ გაჩერდაო პატრიარქი ყვება ამას იქ გვესაუბრებოდა რა რომ გაჩერდა ერთი კვირაო და მე ვუთხარ რომ მე ახლა წავალო სხვა სოფლებშიო რა სხვა ქვეყანაში და სხვა სოფლებში მოკლედ შორია ხო და რომ დაბრუნდაო ორი კვირის მერეო რა უწმესი ბრძანებს რომ ეს ადამიანი ეკითხებაო რომ აბა რაკენითო როგორ გამოიყენეთო ეს სასაპონიო როგორ ისწავლეთო ხელპირის დაბანაო და ამათ უთხრესო რომ კი კარგი იყო მაგრამ რომ ჭამდეთო პირიდან კაფე გამოგვდიოდაო და პატრიარქმა თქვა რომ კულტურა არის ქრისტიანობა შენ თუ არიცი იმიტომ ნახე როგორ არისო გარეგანი სისუფთავე და გარეგანი ვიზუალი არის შინაგანის გამოძახილი. ეს ხო ესეა, მოდი ვთქვათ რა. შინაგანა თუ ხარ მოუწესრიგებელი და მოდი თქვა ისახება გარეგანს. აუცილებლად პირდაპირ თუ ხარ ბინძური, რომელსაც არაფერი არ გაინტერესებს, არ შენი სული, არ შენი ხორცი, არ შენი სამშობლო და მარტო იმიტომ ხარ რომ კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ხო, ბაძვი და იგი პირუტყსა უგუნურს და მიემსგავსა მას. და რამდენი ადამიანი გინახე რომ მიმსგავსებულია პირუტყს არავის არ ვაყენებს შეურაცხყოფას კარგი ნათქვამი აქვს ჩვენ წინაპრებს ადამიანი თავის თავს რო უზავს ტერი ვერ უზავს ხო ასე რომ ჩვენ არავის კი არ ვლანძღავ და კი არ ვაყენებ კი ხო და აი ნახე ამიტომ ნახე რას ამბობს რომ თქვენი გარეგნული მდგომარეობა მე უთხრა ესე უნდა შეიმოსოთ როცა უნდა გამოდიხარ სახლიდან და იგივე თემა გიორგი ეს როდესაც შენ ენაზე არათუ ქართულად მოსწავლე ნახე გიორგი ადამიანს რო შეხვდები და დაამლოცე მამაო რაღაცას რო გეტყვის ხშირად მithქვია რა კარგია ერთ ენაზე რო საუბრობთ ანუ ერთი ენა იცი რა არის უფლის ენა ქრისტიანული ეკლესიური სახარებისეული ენა და მით უმეტეს ქართული ენა ღმერთების ენას ეძახდნენ ღმერთის ენას და ჩვენ ახლა აგერ მოვდივართ და ამბობენ მე არ მინდა ახლა წეღან გითხარი ბევრი მეგობრები ყავს და მე მიცნობენ და მეც ვიცნობ კი არავის არ ვლანძღავ მაგრამ როცა ჩემთვის სამშობლო დგება მე არავინ არ მაინტერესებს პირდაპირ არც სული არც შვილი არავინ არ მაინტერესებს ჩემს არის პირველი უფალი და სამშობლო იციან ჩემო მეგობრებმა ნებისმიერ ვითარებაში შემიძლია რომ დავთმო და რატო მიცი გიორგი ამას ეხლა გამოდიან და ამბობენ ჩვენი ძველი ნასტომი მეგობრები რომ რა მოხდაო გაიხედეთო 300-400 წელიო არაბიზაცია იყო მაგრამ ეხლა იმათი კვალიც არ არისო და რა პრობლემა გაქვთო თქვენ რომ არაბული ქალაქები გაშენდესო და
მე აზრზე არა ვარ არ ვიცი გიორგი ეხლა ძალიან არ მინდა ზღვარს გადავიდე რაღაცა თქვა რა იმიტომ რომ მე შეიძლება ამ ხალხთან შეხვედრა უბრალოდ ინსტინქტურად მომიწიოს რა და ერთმანეთს თვალებში უნდა შევხედოთ მაგრამ უბრალოდ დაუკვირდი ჩემო ტკბილებო რა და ერთ-ერთი ამბობს ერთ-ერთი მინისტრის საუბარი იყო ესეთი რა გიორგი გური კატასტროფა დავით აღმაშენებელსო არ უნდა განევდევნა არაბები საქართველოდანო იმიტომ რომ მეტ ინვესტიცია ჩადებდნო და უფრო განვითარებულ იქნებოდა საქართველო და საყვედურობენ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა არ მინდა რომ ჩვენის ხალხი აღმოჩნდეთ რომ ითქვას რომ აი რომ მოვიდეს უფალი ხელახლა გავაკრავთ ჯვარს რა იმ დონის როგორ ეს ნაბიჯი მაგას ნიშნავს მაგას ნიშნავს საქართველოს ჯვარცმას იგივეა წმინდა ილია მართალი რას ამბობს ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ქართველიერი ჯვარს ეცვა ქრისტესთვის ხო და შენ ამბობ რომ რა დროს ქრისტიაო დავით აღმაშენებელი შეეშალაო რომ რატო განსდევნა არაბები აქედან იმიტომ რომ რა დროს ინვესტიცია აი მიხვდი გიორგი რაზეა საუბარი და ასე რომ ჩემო ძვირფასებო მსმენელებო და მაყურებლებო ეს ყველაფერი იწყება დიახაც ეს საკითხები ეხება სულიერებას ეს საკითხები ეხება იმიტომ ეხება გიორგი რომ ეს ხალხი ჩვენ გვეძახის ურჯულოებს უღმერთოებს კი არა ურჯულოებს გამიგე და გიგინებენ შენს ღმერთს გიგინებენ შენს ენას მამულ სარწმუნოებას ყველაფერს გვიგინებენ მასხარად როგორიც ცინიკოსები არიან იცი თან მე მაგათ რა აქვს იცი ახლა მე არავის არ ვაყენებ შორს ყველა სამში ტრადიცია აქვს რა ქართველებს ქართული ტრადიცია აქვს ვიღაცას თავისი ტრადიცია არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას მათ ესეთი ტრადიცია აქვს რომ არ შეუძლიათ რომ 1 და 2 ეგენი გადაადგილებენ ჯგუფურად აი 8-დან 10-დან 12-დან და მაშინ არიან ძლიერები მიხვდი მე რას გელაპარაკე ხო აი ახლა კაცო რა შორს მივდივარ ქეთევან წამებულის 15 ნომერში სომხური თეატრის მოპირდაპირ მხარეს აქედან რომ მიდიხარ რა მე სადაც ხორო ჩემი კორპუსის ქვემოთ გახსნეს გიორგის სალონი არაბული სალონი არაბები არიან ესე იგი გარდა იმისა რომ მანქანას ვერ გააჩერებ უბრალოდ აი ბიჭი ხარ უბრალოდ უთხარი რომ ერთი რა ისე ჩემი ადგილია და იქნებ შემიშვა რა როგორი აგრესიულები არიან და როგორი შეურაცხყოფებზე გადმოდიან და როგორი ცინიკურად გექცევიან და აი მე ხო ვიცი ახლა ეს რაც ხდება და აი ჯვარზე მოვიკიდებ ხოლმე ხო ზეგონი უფალო მოთმინება მომეცი და ყველა ხო მყდელი არ არის და ყველა ხო ბერი არ არის თქო გიმტყუნებს რა ხო და ადრე იყო ერთი თემა რომ პლეხანოვი უკვე მუსულმანების არის ხო მარჯანში ვისათელი ცხოვრება დავით აღმაშენებელი ხო პლეხანოვი მარჯანში ხარ ხო ყველა ვიცით ხო აღმაშენებლის ქუჩა გამზირია აღმაშენებლის გამზირი და მუსულმანების არის და ხა უბრალოდ ჩემო ეს ხო დაცვილებო ერთხელ უწმიდესმა თქვა ჩვენ არავის არ ვაყენებთ შეურაცხყოფას ჩვენ კაცო ხარსაც ვუჭერთ ამა თუ იმ ხო რა ქვია პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებშიც მივიდივართ ყველაფერი და რაღაცა მაგრამ იმედით ხაზავთ ხო იმ ხალხს აბა ეთქვათ იქამდე ხო რომ განვითარდება რაღაცა და მე მინდა ვთქვა რომ ეხლა ჩვენი საუბარი ჩემო ტკბილებო სულ მაგ ხოლმე საუბარი რომ აზრთა სხვადასხვაობა გიორგი დედაშვილს მოდის საუბარი მამაშვილს მოდის ძმათა შორის მოდის და ეს მტრობას კი არის შეს მაგრამ ის რაშიც რაც მე შეიძლება შენ უნდა მითხრა ხო ეგ არის ძმობა რას ამბობს წინდი წინაპარი მოყარის პირში უზრახე და თუ არა და ხვალდაზე ისეთი დრო იქნება აი პატრიარქის სიტყვები მახსენდება ეხლა ჩვენ ძალიან გვიყვარს პატრიარქი და პატრიარქია ჩვენთვის ყველაფერი და იმიტომ პატრიარქის სიტყვებით ხადაგებს სულ და პატრიარქმა თქვა რომ თავრობები მიდიან და მოდიან და ეს ტრადიცია და ქართველიერი და ეკლესია უცვლელია ხო გიორგი თორე ჯალალედინმას მოხდა სიონს გუგუმბათი და 100,000 მოწამე შეეწირა ისინი წმინდანები არიან და მლოცველები არიან და დიდი მეოხნე აგეხვალი არის ხო ზუსტად მაგათი ხსენება ხო მაგრამ ნახე რო ავიღოთ მიწიერად რამხელად კივილად დაუჯდა ეს ყველაფერი ხო
როგორც ეხლა იმისი არ იყოს აფხაზეთში ეხლა ბევრი გმირი ყავს შენ. ბევრი წმინდანი შეემატა მაგეთ იგივე სამაჩაბლოში, რომელსაც პირდაპირ ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი ქრისტიანი, რომელიც უფლისა და სამშობლოს სიყვარულით შეეწირება, ის პირდაპირ წმინდანია, მოწამეა, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა ეს სასიხარულო დიდი მოწამეები ყავს, მაგრამ რო აიღო მიწიერად რამხელად კივილია, ხო? რამხელად კივილია, რამდენი შავოსანი დედა. განსაცდელია, გიორგი, კი, მადლობა რომ მეხმარებდი. რამ დაუშვა, მამო, ეს განსაცდელი, იმიტომ რომ ეხა ბევრს აქვს. აი მაგალითად ეხა მინდა რომ მართლმადიდებლებს ბევრს უთხრა, რა ზოგი არის პოლიტიზირებული და მაგალითად იმიტომ რომ სიტყვაზე შეიძლება უჭერდეს ამ მთავრობას მხარს, ამის და გამო ეს არ დაგმოს ეს თემა რა. მღვდელიც ბევრი შემხედრია, ისეთი რომელიც ვერ ხვდება ამას. აი ნახეთ მამო, ეხლა რაშია საქმე. რომ ჩვენ მაგარი ის უნდა ვიყოთ ხშირად არის ხოლმე შეხედულება რომ ჩვენ მაგარი ქრისტიანები ვართ რაღაც ჩვენ ამისთვის ვერ დაიტევს მამო საქართველოს არ არის 200 მილიონიანი ქვეყანა ჯერ მაგათაც ერევიან 200 მილიონიან ქვეყნებს ერევიან და სადაც შევიდნენ ყველგან დააშრეს წყალი ის ყველაფერი რაც კი ჩვენთან სიძვირფასია ყველაფერი წასაღებად თუნდათ წარმოგიდგენთ იმდენად დიდი საშუალება აქვს ამერიკაში მერებად მოდიან ეს ადამიანები მამო და ეს ასნიშნავს იცი ამერიკაში თუ მერად მოვიდა საქართველოს იყიდის თლიად და უბრალოდ ფლობელობაში ექნება საქართველოს აი შეიძლება მოგვენატროს ისეთი რაღაცეები რასაც დღეს გაურბივართ ომი და ეგეთი რაღაცები იმიტომ რომ დაჩმორდე და გაუბედურდე და შეიძლება არაფერი აღარ იყო ამიტომ გეხვეწებით რა დავითს დაცვის მიზნით იმიტომ რომ ჩვენ ეგეთი მაგარი ქრისტიანები ვერ ვართ რომ ეს დავიტიოთ თუნდაც ეგ ადამიანები რომ ჩვენს თვალწინ ესე რაღაცნაირად ძალიან შეურაცხყოფას გვაყენებდნენ თავის მოქმედებებით და ასე შემდეგ წეღან მამომ რაც ილაპარაკა ამის გამო თუ თქვენ ქართველია საერთოდ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი გადარდებთ ეს თემა არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ ნებისმიერ უფრო აი წარმოიდგინეთ მამო ვინ შემოდის ახლა ჯიბეში ჩაისვავს ნებისმიერ ჩვენ ყველაზე კარგ მცხოვრებს აი ყველაზე კარგად მცხოვრებს იმსახურებს აი ესე გადაუხდის და მეჩეთს ააშენებინებს წარმოიდგინე რა და ჩვენი ადამიანები რომლებიც გაუბედურეს და აი მარტო გვაქციეს რაღაცა შავმურშებად ხო დაგვიქირავებენ და ჩვენივე ხელით რამხელა დამწერება იქნება აგვაშენებინებენ მეჩეთებს მამო ეხა იმ ხალხმა სადილოცო რო ჩამოვა აი ჩამოვიდა სიტყვაზე აი კაი ყველაფერს თუ თავი დაევნებო ხო ეძებს სამლოცველოს დაწერს თავის ტერიტორია ვინო ხერი აუგზავნოს დაწერს რომ გამარჯობათ აშენება მინდა იმის თავის მუსლიმ მერს დაუწერს და მე ხა წეღან ხუმრობდი რომ სამტრედელი მერი შეიძლება სანატრებელი გაგვიხდეს მამო ისეთი მერი მოვიდეს აქ სუ სხვა ქვეყანა რო ამბობენ ხოლმე რომ სიტყვაზე იქ თბილისელი უნდა იყოს მერი იქ ზუგდიდში ზუგდიდელი გასაგებია ეს შეიძლება სანატრებელი გაგვიხდეს ხა ხო სერიოზულად გეუნებით მართლა გეუბნები წარმოგიდგენ შეიძლება ხვალ კახი კალაძე ინატროს ადამიანმა მერად იმიტომ რომ იმდენად ვიღაცა მოვიდეს მუხამედი რომელიც იყრის კენჭს და მარტო თავის ქალაქით მოიგებს არჩევნებს რაც ეკნება ის ორი ქალაქი სუაგულ თბილისში წარმოიდგინეთ რა ხდება მე კიდე მეტი პრეტენზია გაუშვიოთ იქ ჩამოაყალიბე მე რა თქმა უნდა მოუნდება გიორგი როგორც ახლა ქართველი სადღაც რომ იდეა სათვის ტომოს ქმნის ეგრე შექმნია სათვის ტომოებს თავისი იმას წამოიღებენ თელ კულტურას და მოგრა ხო არ ჩანს შექმნილია ჩადი იმაში რა ქვია წნორისკენ ჩადი კახეთში ჩადი კასპისკენ ჩადი ბაზალეთში ამოდი შექმნილია გიორგი ესენი მამო მაგარ რაღაცას გეტყვი ეხლა რომელიღაცა არაბულმა გუნდმა რაღაც მოიგო მამო თელ თბილისში იცი რამხელაზე იმი ქონდა და რამდენი ყოფილან იცით მამაო და ძალიან მაგარ სასაცილო რაღაცას გეტყვით რა და თან ისიც არის რა რომ და ერთმა ქალბატონმა სადაც ესენი ზეიმობდნენ რა ამ გუნდის გამარჯვებას რა ეს არაბები და მთელი ეს საზოგადოება სადაც ზეიმობდა მეორე დღეს მღვდელი მიიყვანა და აკურთხა ერთმა ქალმა ის პადიესტი რა იდეა წარმოიდგინე იმდენად იმათ ჩათვალა რა ხო მაგრამ უყურე როდეს სიცილით უყურე იმათმა ხო ჩათვალა წარმოიდგინე ქალბატონმა რომ იმდენად ხო ჩათვალეს რომ იმ დღეს თავიანთი რაღაცა ტრადიცია რაღაცა ჩაატარეს კაცო მე გეტყვი აგერ დიღმის სტადიონზე აგერ ჩემი მრევლი მეუბნებოდა ყიფშიძის ქუჩაზე კორპუსის წინ არის მე რამდენი კორპუსია
არის პატარა სტადიონი და დილას რაღაცა ისმოდა ღრიალი რაღაცები და თავის რიტუალს ასრულებდა. მე რამოდენიმე ქართველი რო იტყვენ პირდაპირ აი გამოუვა. და ვერ შეუშლე, ხო იცი ხეს? ის იმას გიშლის კანონი. მისი ხელი შეშლას. აი სულ გახსნას და რა მაინტერესებს? ნებისმიერ ქვეყანაში რო შედიხარ ის ქვეყანა გავალდებულებს რომ იმ ქვეყნის კანონი დაიცვა. ტრადიცია კი არა, კანონი. ევროპულში დავაზუსტოთ იცით რატო რომ ამათ აქვს ქართულ აი ევროპულში დემოკრატია ამხრივ და ევროპულში არა გასო სად არის ხო და მე რა მაინტერესებს ჩვენთან რო შემოდიან რატო არა გვაქვს ჩვენი იმდენი ძალა რომ ყველა ნებისმიერი სტუმარი იყოს ვალდებული რომ ჩვენი რა ქვია სახელმწიფოს კანონი დაიცვას და მე პირადად საუბრობ გიორგი რომ ეხლა ვიღაცას ეხლა არავის არ განვიკითხავ ნაკლებად მაინტერესებს რაღაცეები პოლიტიზერ, მაგრამ ისე გეუბნები რა. ვიღაცას რო პირბადის კეთების უფლება არ აქვს, არ ვაპოლიტიზირებ. ის ადამიანი მოდის მარტო თვალები უჩანს და რა ვიცი ვინ არის. მე მაჩერებენ ჩემს შვილს, რა ქვია, აჩერებენ მის მეგობრებს ხრეკენ, მანქანებს და ისინი დადიან რა იცი, აი მარტო თვალები გაუჩანს, ხო? რო ნახოს ეხლა 4 წლის ბავშვს შეეშინდება. შეეშინდება ხო ესია? ეს ცალკე თემაა მომხდარა. არა, მე რას გეუბნები არა, რატოა ცალკე თემაა? მე იმის თქვა რომ კარგად აქვს ფეხი მოჭიდებული. არა, დიდი ძალაა, დიდი ბირთვია და თან იცავს კიდევაც კანონი მამა, მათი სხვათა შორის აეროპორტებში სუეკ პრობლემაა, იცით, მეუნებიან ხოლმე რომ ჩამოდიან, არ შეიძლება. ნუ ეხა ეს მათი რელიგიური ის არის უფლება და კი ეს გასაგებია, მაგრამ აეროპორტებში საშუალება არ არის რომ ისა დააფიქსირონ ის სურათის მიხედვით. რა ეს ადამიანები და ძალიან დიდი პრობლემა ექნებათ ხოლმე. რა აი ბევრმა იცის ალბათ იქ ვინც მუშაობს, სულ ყოველთვის მე შევწლები ვარ რომ ისინი დიახ. ცოტა დადეფიდზე რომ გადავიდა და ცოტა ისეთი ძალიან არ იყოს გიორგი მრავლდება ასია თუ ისეა პატრიარქის ისევ და ისევ აი ნათლობის ან პატრიარქის ნათლიობის ხათრით ერი გუშინ ვიყავი გაგუას კლინიკაში უი მართლა გილოცავთ მამა მთელი გულით გილოცავთ ვიყავი იქ მრავლდება რამდენი გზის პაპა გახდით პაპა მითხარი მე ბაბუას ვიყენებ სიტყვა და პაპა ვარო და რამდენი გზის რამდენი შვილი ყავთ აუცილებლად რომ მოვიკითხოთ თქვენი ოჯახი სადღეგრძელო დადალეული ხევსურების და ეხლა ხო უნდა იცოდე როგორ თქვა ხო და პაპას გეუნებით რაგერ მაგრამ ხუთგზის მაგრამ საინტერესო იყო რა მე მინდა ასევე მოვიკითხო ვინც დაიბადა ყველა კი და იცი რა მესიამონა გუში რომ მივედი იქ ხო ცოტა გვიან მომიწია ლოსვიდან წავედი მე პარაკლისი რაღაცა და შევედი და რა ვიცი 15 ადამიანი დგა მათ შორის ორი სასულიერო პირი იყო არ ვიცოდი ალბათ კი რა მე გამოსწორდი იყვნენ დიაკონი მინდა მათი ტაისიაც დავლოცო მაშინ დაიბადა რა ხო და მინდა ელისაბედიც დადავლოცები მამაო ჩვენი ხო და ეს მამაო არის რუსთავში არის სასულიერო სკოლა მისი დირექტორია და მისი მოადგილეა რომელიც არის წარდგენილი კომისიაზე ხვალდაზე გინდა სადაც მას შეეძინა შვილი და მინდა მიულოცო და რა გამიხარდა იცი გიორგი რომ აი кайხანია ესეთი ყურადღება რომ მე ცოტა შორს ვიყავი და მოვიდრი მამაო დაგვილოცე განავინმეს უკირს ეხლა შამპანი ორ დაგვინა მაგრამ მესიამონა ხო იცი პატივისცემა რო ქონდა თქვენს მიმართ ყურადღება არა ჩემს მიმართ არა ქართველის მიმართ და მე მინდა თქვა რომ უკვე დეფიციტურია რაც არის აი ისი რა მინდა გიო თქვა აი სამოწყობებში რომ მივდივარ აი მაგალითად ვიღაცასთან მივდივარ უნდა ვაზიარო რო ვაზიარებ ეხლა რაღაცა სნეულსაზე და პარაკლის წავოგითხავ ზეცხებ ხო აი მაგალითად ავიღოთ რეანიმაციაში ხო აი ქითაკეთ რაღაცა წევს მაგალითად 8 კაცი იმდენად გამრავლდა კარგად გამიგებს მე იმდენად გამრავლდა ეკლესიის მაგინებელი მღვდლების უარყოფელი ხალხი გულით მინდა მივიდე რომ დავლოცო ცხო ეს ზეთი ცხო რა მამიდა ვერ მივდივარ იმიტომ რომ შეიძლება დღეს წადი რა გაიარე ვინდა თუ მინდა ხარ ხო დაგიძახებ აი გაიგე და არა და რამხელა მადლია იცი რომ იშვიათია რომ კიდე ვიღაცამ გითხრას რომ მამაო მოდი რა და აი მიხვდი რის თქვა მე და მართალი ბრძანდა იმდენად გაჯდა ეს უარყოფითი აურა სასულიერო პირების მიმართ გამიგე გიორგი რომ აი მინდა რაღაცა სიყვარული გამოხატა ვერ გამოხატა
მიხვდი? ხო, ესმის, მე მგონი შენ შეგოგეს, მაგრამ მე მგონი სვენოსაც ესმის. ფათაშორის მამაოდ აი მართალს ბრძანებთ და აი ეგ მაგაზე მწყდება გული, რომ იმას არ შეეხო, ამას არ შეეხო, იმას და ხდელს შეეხე თუ გინდა, არავინ არ იცავს ხდელს და ეკლესიის სახურს და მაგაზე მწყდება ძალიან გული და ყოველთვის აი მამაო, მე ხა აი პეტრე რო წავიდა თან მით უმეტეს საპატრიარქოს არხზე თვითონაც მითხეს რომ როცა გინდა რაღაცა და აი ამ ტელევიზიაში რა მიყვარს იცით მამაო ხო ტელევიზიაში ხო ყველგან აი აქ პირატესი არის სასულიერო პირი მამაო აქ მე ჯერ არ მახსოვს რომ მე თქვა ჩვენ ახლა მე მაქვს პატრიარქის კურთხეული ეს საათები რომელიც პატრიარქმა მაკურთხა უკვე მე-18 საათია და მე-18 წელია უკვე რომ ეს საათები მიმყავს მამაო და აი აქ მხდელს რომ გაიგებენ მამაო ჯერ ელემენტარული აი ხო უყურებ ადამიანი ყველა დამლოცე რაღაცა და უპირატესი არის ეკლესია და ისე მიხარია მამაო და ამ არხიდან რო არ წავედი და რო არ წავალ და თუ თელი ცხოვრება რომ წავიდე ყოველთვის ამათი მადლობელი ვიქნები და ეს წესი ჩემთვის ყოველთვის იქნება სამაგალითო არის ის რომ აი ეს არხი აკეთებს ამას და მაგიტომაა მამაო რომ აი მადლობელი ვარ იმისა რომ აი ესეთი მიმართულება აქვს მამაო და წარმოიდგინე ხან ვეუნები ხოლმე რომ სიტყვაზე ხა ჩვენ გვადარდებს რომ ეს მიწა მაგალითად პრობლემური არის რომ აიყიდება ამ იმათზე რაღაცა და მიდი შენ თქვი ჩვენთვის აი ცხოვრებაში ჩემთვის არ ვთქვამთ რომ აი ეკლესია და მოიცარა აი გეხვეწები ესე არასოდეს და მადლობა ღმერთს ეს არც ერთ აი თავს დავდებ არხზე სხვაგან არ ხდება რა აი ჩვენ ვიცავთ მიწასაც სიტყვაზე დემოკრატიაც არის იქ აი ცხოვრებაში არავინ არ გეტყვის გეფიცები თქვენ თავს და აი უფლის წინაშე ვამბობ და პატრიარქის თავს ვიცავ ცხოვრებაში არავინ არ გეტყვის რომ აი მამაომ რა თქვა რაღაც შეიძლება თვითონაც შეიძლება ვიღაც არ არსებობს მამაო და მადლობა სხვათა შორის იმისაც აი რომ ესე გვიდგანან გვერდში და ყოველთვის აი იმიტომაა რომ რა ბრძოლები არ ქონია მამაო ამ არხს და მაინც დგას მაინც მოდის აი ძალიან ბევრი ბრძოლები და მადლობა ღმერთს თუმცა ეს ის არხი არ არის რომ საქართველოში ებრძოლო ოღონდ მართლა იმიტომ რომ აი ყოველთვის სიკეთე გამოდის აქედან მაგრამ რაღაცნაირად არ ფასდება საქართველოში კაი ადამიანი ისევე როგორც აი წეღა რო ახსენეთ მამაო მეუფე სერაფიმე ჩვენ ის ქვეყანა ვართ მეუფე სერაფიმეს ბორჯომს რო ვართმევთ და თბილისს რო და იგივე ბორჯომსაც კიდე იმას რო ყიდით რა ქვია არაბებს და იმეებს რა ქვია აი მაგ ნაროდს რა მართლა ნაროდს დავარქმე მე და აი ესეთ აი ეგ ქვეყანა ვართ სერაფიმეს რომელსაც წავართვით ბორჯომი და მივყიდეთ სერაფიმეს ზემოთ მეუფე სერაფიმეს სადაც მიტროპოლიტი იყო მანდ 30 წლის წინ რო ჩავიდა პირჯურის გადაწერა არ იცოდა ხალხმა და დღეს მონასტრები არის და ექსკურსიები ეწყობა წარმოიდგინე და გამოაგდეს ესეთი ადამიანი მაქედან და არაბებს მიყიდეს იქ ზედამხარე სერაფიმ საროლის მონასტრის ზედამხარე მთლიანად წაიღეს მაგათმა აი ეს ხალხი ვართ და მე არ მიკვირს ხოლმე რომ ღმერთისგან რაღაცები იშვება და ვისჯებით აი ბოდიშ ეს მეთქვა ესე ხაი ამ წავს მომივიდა მე მინდა თქვა აი ხევით მართლა მისულს ვენაცვალე დიაც ეს არის მე-9 დღეს ხოთაშორი არაბიზაციას აი ამ თურქმენიზაციას ამ ინდუსების და იმას და აი ზოგადად ვინც ქართველების გასხვისებას ამართლებს. და არა ყველა სხვათა შორის მაპატიეთ, ყველაზე ვერ ვიტყვი რა, არის პატრიოტები, არიან ერისხალი. არა, ხო და ვინც მეთქი, მე ხო ყველაზე არო, ვინც აი ამ ყველას ხელს აწერს და ამართლებს, ხო? კაი ხა იმას რო გითხრა, ნოდარ დუმაძაკ მითხეს რომ ხო გახსოვს ბავშვობაშიო მოიპა რაღაცაო და ის რო დამეწიაო მე ველი მითხრა რომ თუ ადამიანს ვაკუ შუბლი ზარღვია იმას რომ გაიწყვეტო მერე ცხოვრება ადვილია ხო? კაი არა აქ, მაგრამ მერე ჩვენ ხო უნდა გავიდეთ წინაპრებთან ხო უნდა მივიდეთ როგორ უნდა შეხედოთ იმ წინაპრებს როგორ მიხვალ მამო წინაპრებთან არა სული რო გავა და ვიცას რომ მოგაყრია აუ ეხლა გინდა მაგარი პატარა იუმორი მოგიყვება ცოტა რომ მოვეშვათ თორე ეხლა მე ბოდიში ვიყდი კიდე თუ ინვეს და რამე შემეშალა მაშინ გიორგი და ცოტა კაი ხასიათზე ვარ რაღაცა იუმორის და დამირეკეს რომ კრწანიში არის რაღაცა შეხვედრაო აი ძეძებთან რესტორანი რო კრწანისი მანდ იყო რაღაცა შეხვედრა და მე წარმოვადგენდი საპატრიარქოს რა და ცუდი არაფერი არ მithქე მაგრამ კაი ხასიათზეო რა ეს იცი რომელი პერიოდია წინა მთავრობა რა და დაიწყეს რომ ეხლა აქ შემოვლენ აი ნახე რო დაიწყება გიო აქ შემოვლენ არაბები და დააბანდებენ ინვესტიციას იქ ვიღაცა მაგათი წარმომადგენელი იყო ეს იყო იქ ვიღაცა გამოვიდა ინდოელების იქ ვიღაცა და რა სიტყვისო ჩვენი სტუმარიო
ხო და მე კაი ხასიათზე ვიყავი და პატრიარქის გული ხო ვიცი ახლა ხო და მე უთხარი რომ იცი რა მეთქი მე უთხარი არაბული ინვესტიცია არ ვიცი მეთქი მაგრამ მე ვიცი მეთქი რომ აქ 300 არაგულმა დააბანდა მეთქი თავისი სული მე ვიცი რომ 100,000-მა მოწამემ დააბანდა მე უთხარი აქ თავისი სული მე უთხარი იქიდან ისინი ზემოდან გლოცავენ მეთქი რა და იმის შემდეგ აღარავის აღარ დაუძახე მოდი რამე თქვიო რა და დღესაც მაგას ვიტყვი მაგ საქართველოში დაბანდებულია ჩვენი წინაპრების სული და ძვლები და მათი ლოლოცვა არის და არ ვიცი აი უბრალოდ კიდე ერთხელ მინდა თქვა ეკლესიაში ხო უნდა შეხვიდე წინაპრის სასაფლაოზე ხო უნდა მიხვიდე სადღეგრძელო ხო უნდა თქვა ჩვენი წინაპრების და აქ რო ამას ხარს უჭერ აქ რო ამას ამბობ რომ 300 წელიწადი ჯერგეთი მეტი წელიწადი იყო 400-მდე იყო და რა მოხდა მე დღეს კვალიარი და რო ამბობ რომ დავით აღმაშენებელი შეეშალა რომ არაბები გაანდევნა რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდაო ბიჭო როგორ უნდა გადაიწერო პირჯვა და როგორ უნდა თქვა წინაპრების ხსოვნა როგორ უნდა თქვა უბრალოდ მითხარი რა კაცობაში ბიჭო ეხლა მამა მაპატიეთ მამავახთან გასათიანი სურათი მაქვს უკან რომელმაც ის ეკლესია ივერის ღვთისმშობლის ეკლესია გადასაცვლა ხითთან მაგათმა გადააკეთეს აბანოთ მამო და აი ამ ხდელმა გადმოაკეთა ისე მამო წარმოიდგინე ხო იცი და აბანო ახსოვს კაცო ჩვენი თაობა ხო მოესრო მაგას ხო თან მაგას აბანო რო იყო მან ხო წარმოიდგინეთ მამო და აი მამა ვახტანგმა წარმოიდგინეთ გადმოაკეთა ისევ ეკლესიად აი ამ ნაწვალებს კიდე უკარო გადააკეთებინებ და დღეს თან მით უმეტეს რუსთაველის კინო რო დაუთმეს მამაო ხო მანდი ხო სამონასტრო კომპლექსი თქვენ იცით მამაო თუ გინდათ მე შემდეგში სურათებს ამოვაგდებ მე და აუცილებლად ვაჩვენებ ხალხს სხვათა შორის ამაზე გასაკეთებელი და იქ უნდა დასახდენ ესენი რუსთაველი სადაც არის აი თქვით რუსთაველი სადაც არის გიორგი მომისმენე ერთი პატარა ბროშურაა რამოდენიმე მოძღვრის ნამუშევარი გიორგი ერთად არის შეკრებილი ხა იმიტომ რომ არ მახსოვს ქართველი მოძღვრების ჩვენი თანამედროვე მოძღვრების აბორტის წინააღმდეგ და იქ ყვება ერთ-ერთი მოძღვარი ისტორიას კაი ხნის წინ წავიკითხა და ბოდი შეხა ზუსტად თარიღები არ მახსოვს და არც ის დრო და ჟაიმოსს შინაარს და წერს რომ სადაც კინოთეატრი რუსთაველი მე არ ვიცოდი და ბევრმა არის ის მანდ არის 2000 პატარ ქართველი ყრმის ხორცი და ძვლები ჩაკლული და იმაზე იდგა მაშინდელი მაგათი რაღაც შენობა და მე ხა გავიდა რაც ხო საუკუნეები ეს ეხლა იმათი ძვლების საწავიდა გიორგი ხომანდ არის არა და მანდრო შენ თქვენ არ იყოს მანდრო რაღაც არაბული ქაშვეთის სამების რა ვიცი ხა ბევრია სალაპარაკო გიო შეიძლება დროც არ გიყოს მე კიდე უბრალოდ შემოტკბილებო იცი როგორ არის ერთხელ ვიყავი მაშინ მამა უფალთან წაბრძანებული ქიმანდრიტ მამა სერაფიონია ჯიშკარია იონე მაშინ იონე იყო ბოლნისში და იქ იყო ერთი 90 წელს მიტანებული მონაზონი და ეს მონაზონი მამა უყვებოდა რო ჩავედი ისე გავიდაო ზიარებით აღსარებით სულუფლის მადლიერი იყო და თქვა მამამ რომ ესეთი ადამიანი და იცი რატო დაუშვაო როდესაც ეს დედაო იყო ახალგაზრდაო ხო მას ქონდა ესე იგი როგორ იყო იცი აი არჩევანი ქონდა და იძულება ქონდა ღმერთის გმობისა მიხდი ხო კარგად ისმის ჩემი საუბარი აიძულებდნენ ესე იგი ეს მოესწრო იმ კომუნიზმს როდესაც აიძულებდნენ რომ დაეგმო ღმერთი და მან ესე იგი აირჩია შეურაცხყოფა ლანძღვა გინება და მამამ თქვა რომ აი დაუშვა უფალმა ამის თანაც ეს ადამიანი გავიდა განწმენდილი და მიუახლოვდა უფალს. გამიგე? მიახლა უფალს და ჩემო ძვირფასებო 100 თუ ისია როდის აგე ეხლა უსაყვარლესი კაცი მე დიდ პასებდი ლევან ჩაჩუას. აუ გული დამწყვიტა. ძალიან ეხლა მე დღეს გავიგე და მინდა ოჯახს და რა ვიცი სამეგობრო ჩვენ ბევრი ყავს საერთოდ და ყველას მიუსამძიმრო წავიდა 54 კაცი წავიდა უცბად ხო? ხო და როდის შეწყდება ერთ-ერთი მამა ამბობს ჩვენი სიცოცხლე ძაბზე კიდია როდის გაწყდება ეზაფი არავინ არ ვიცი ჩემოტკბილებო დედის წიაღიდან დაბადებული ადამიანი რო იყვენ წამზომი აქვს ჩართული იმ წამიდან
როდის შეწყდება ეზაფი, არავინ არ ვიცი და იმდენი მაინც გააკეთეთ, რომ წინაპრებთან ცოტა ალალად მიხვიდეთ და რაღაცნაირად არ შეერცხვეს თქვენ სულს და თქვენს, რა ვიცი რა, მათი შეხვედრა და რა ვიცი, აი ცოტა ძალიან კიდევ და კიდევ არის კიდე დრო, რომ თქვენი ქართველობა, თქვენი პატრიოტიზმი და თქვენი მამულიშვილობა გამოხატოთ. აბა. რა ვიცი, იმიტომ რომ როგორ არის ისი, გიორგი, აი გუშინ ერთ ჩემს ძახალთან საუბრობდი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მეუბნებოდა რომ 24 ეროვნული გმირი ყავსო საქართველოს. მათ შორის არის ამბროსი ხელაია, მერაბ კოსტავა, ბევრი და ბევრი, ხო? და ეს ეროვნული გმირობა, ეს ღირსება, ეს ყველაფერი ერთ წამში არ მოდის შემოტკბილებო. ეს ჩვენი არჩევანია, როგორც 60 და ჯოჯოხეთი იწყება ამ დედამიწაზევე და ვინ ირჩევს? შენ ირჩევ. შენი ცხოვრების სტილით, შენი ცხოვრების წესით, შენი არჩევანია. წეღანაც თქვით გიორგისთან, თუ შუბლის ზარღვი გავიწყდეთ, იცი რა მაგარია ცხოვრება? მაგრამ მე სიცოცხლის ძაფი როდის გაწყდება, არ ვიცით და ეს ცხოვრება სხვა და უფალთან შეხვედრა კიდე სხვა. წმინდა მამა გაბრიელს როგორ აქვს, რომ თვითონ სიკვდილი, გარდაცვალება კი არაფერი არ არის შემოტკბილებო. როგორცო ერთი ოთახიდან მეორეში გაგიყვანონ მამა გაბრიელის ზენი, მაგრამ რა ქვია, წაწაკეთო იქიდან საუბრობ. მაგრამ ის არის ყველაზე რთული, რომ ღმერთის წინაშე უნდა წარდგეთ ჩვენ. და ისევე წმინდა მამა გაბრიელს უწერია, რომ გამოცდაზე რო გადიხარ ლექტორთან, როგორი ემოციით ახარ, სასწავლების რექტორი რო დაგიძახებს, რა ვიცი, ვიღაცა დირექტორთან მიდიხარ, იმასთან მოვკეთება მუხლები და კანკალებს ხალხი და ღმერთთან რო წარდგებით, ეს არის ყველაზე მთავარი. მით უმეტეს ერთი რამ მინდა ვთქვა რა, შევადარო, რომ ყველა მიხვდეს ძალიან კარგად. ადამიანს რაც ყველაზე კარგი და გულით საყვარელი აქვს, ვის შეუძლია რომ აჩუქოს თავის საყვარელ ადამიანს, ხო ეს იქნება შეყვარებული თუ დედა თუ ძმა, ხო? წარმოიდგინე უფალს რაც კი ქონდა ყველაზე საყვარელი, ეს იყო თავისი კვართი. უფალს ვინ ყავდა ყველაზე დიდი საყვარელი, საყვარელი ადამიანი, დედა მისი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხო? იმას მისცა ჩვენი ქვეყანა. რაც კი აბსოლუტურად ვინც კი უყვარდა უფალს, რაც კი უყვარდა ყველაფერი საქართველოს მისცა და საქართველოს დედაღვთისმშობელის ჩააბარა და ამაზე იფიქრეთ მე ადრე თქვი გიორგი რა, რომ ვინც იცის წინასწარმეტყველებები, ვინც ცხოვრობს სახარების სეულზე, ვინც იცის წმინდა წერილი, მიხვდება მეთქი უკვე და შენცანაც ვიყავ ამას, რომ ღვთისმშობლის ხელი უკვე ეტყობა საქართველოს. რა თქმა უნდა. გამიგე? აქამდე არც უიარსებებდით, რომ ხო, თავისთავად ხადია. ყოველთვის რა თქმა უნდა გიორგი მადლი და მოწყალება დედაღვთისმშობელი იყო, მაგრამ ესე აშკარად, მიხვდი გიორგი, ესე აშკარად დღეს რო ჩანს უფლის წყალობა და დედაღვთისმშობლის მეოხება და ლოცვა-კურთხევა და მფარველობა საქართველოზე თუ გაქვთ ვისაც თვალნია ხო? იხილო. ხო, იმამა და იხილოს გიორგი, გენაცვალო ჩემი თავი და რა ვიცი ტკბილებო, მე მგონი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთი წამი და ამას ყოველის უჩინოყოფს და მთავარია რომ წარდგეთ უფლის წინაშე, ქართველები უნდა წარდგეთ, იმიტომ რომ მე მაქვს ერთი სიტყვა რა და ნახე როგორ ამა გიორგი და როცა გარდა ვიცვლები მეთქი, მეც ქართული მიწად გარდა ვიქცევი და უნდა გარდა ვიქცეთ ქართული მიწა და არა რაღაც არაბულ მიწა და რაღაც ინდოეთის და რაღაცებს და მადლობა ღმერთს რომ ქართველები ვართ. რა იმას უნდა იფიქროთ რომ როგორ ყვარები ვართ ღმერთს რომ სულ ამბობ ხოლმე გიორგი რა, სადღეგრძელოში უფრო რა, როგორ რომ დედის წიაღში ჩაგვსახა ქართველად, გშა ქართველად და ვართ ქართველები და ვართ იმ პერიოდის ქართველები, სადაც ჩვენი პატრიარქი არის, ჩვენი მამამთავარი რა. აი ეს არის ჩემი სიყვარულიდან გამომდინარე. უდიდესი მადლობა, ღმერთს მადლობა და თქვენ მადლობა. ის სხვათა შორის ეხა მივხვდი მაგათ ბევრ ამას მივხვდი, რომ ეს ბორჯომსატო ყიდულობენ იმას, რომ ეს წყლები და ისინი ჭირდებათ მაგათ, მამა. ჩვენ გვაქვს აუწონავი ოქრო. ჩვენ ხო არ ვიყენებთ სპეციალურად ხრით და ესენი წარმოიდგინეთ, აიღებენ და ყველაფერს წაზიდავენ აქედან. წარმოიდგინეთ და ჩვენ აი აქ შეიძლება ძალიან ცუდი დრო დაგვიდგეს მაგის ხრივ რა, ინვესტიციის შემოსვლა კი არა, ჩვენ რაც გვაქვს იმასაც კი ბატონო საშინელ დღეში ჩავარდებით. ბედნიერებას გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა და გეღვეძებით, გაუფრთხილით ერთმანეთს, რაც თავარია, რომ იაზროვნეთ ისე საერთაშორისოდ იაზროვნეთ და იაზროვნეთ ის როგორ საქართველოს როგორ გამოადგება და როგორ იქნება ბედნიერი საქართველო რა. გთხოვთ ძალიან რა, ჩვენი ეგოიზმი გვერდზე გადავდოთ და ერთმანეთს დაუდგეთ აუცილებლად გვერდით. პატიმრებს
განსაკუთრებით მოგიკითხავთ, იმიტომ რომ ძალიან ხო იცი ჩემთვის ამდენად ძვირფასები ხართ, ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს სიკეთეს და დაგიმრუდებით აუცილებლად ორ შაბათს 6-ის ნახევრისათვის და კვირას განმეორდება ეს გადაცემები საღამოს აუცილებლად და ფონდი ერთობაში გიძლიათ მოიწონოთ, იქ იდება ეს გადაცემა. მე გახდით გიორგი დარასელია, მამა გიორგი დორეული გახდათ ჩვენი სტუმარი და გეხვეწებით, აი გთხოვთ ერთმანეთს დავანებოთ თავი ერთმანეთში კინკლაობას, აი საერთო საქმე ვაკეთოთ, გთხოვთ, გეხვეწებით ყველა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი მომავლისათვის აუცილებელი. რაც აი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რა. რაღაც გარდატეხის პერიოდია. თუ ეს დავთმეთ, ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმე. მაშინ ერთი რაღაცა დაგჭა და ამასაც თუ დათმობ უკვე. კარგად ზანდებოდით, გემშვიდობებით დროებით.